ადამიანისთვის ზე სისტემას წარმოადგენს ის წესრიგი, რომლის შემეცნებაც არ შეუძლია და მისთვის ქაოსურ, უხილავ ძალას წარმოადგენს, მაგრამ ამ ზე სისტემის ზემოქმედების შეგრძნება შეუძლია. ადამიანი როგორც სახეობა ერთიანდება ერთ დიდ სისტემაში, რომელსაც კაცობრიობა ეწოდება. კონკრეტული ადამიანები, ერები, ქვეყნები, სხვადასხვა გაერთიანებები კაცობრიობის ქვესისტემებს წარმოადგენენ. კაცობრიობა ერთი მთლიანი სხეულია და მისი შემადგენელი ნაწილები, ადამიანები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. იმის მიუხედავად, რომ მის თითოეულ წევრს თითქოს დამოუკიდებლად არსებობა შეუძლია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეგრეგორი ესაა სისტემის ის ენერგოინფორმაციული მეტაფიზიკური ნაწილი, რომელსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ იგი არსებობს და დიდ გავლენას ახდენს სისტემის ფიზიკურ, ანუ გამოვლენილ ნაწილზე. შესაბამისად, ეგრეგორი იგივე სისტემაა, უпроსტად სისტემის ფსიქიკური ნაწილი. ადამიანი ეს უკვე მინი ეგრეგორია თავისი არსით და იგი უამრავ ქვესისტემას, ქვე-ეგრეგორს შეიცავს. თუ ადამიანს როგორც მოდელს მთელი კაცობრიობის დედამიწის, გალაქტიკის და მთელი სამყაროს მასშტაბში გადავიდათ, არსობრივად სწორედ იგივე სურათს მივიღებთ. ეგრეგორები და სისტემები შეგვიძლია რამდენიმე კუთხით დავყოთ. მასშტაბურობის და სიდიდის მიხედვით თუ დავყოფთ, ვიღებთ დაახლოებით ასეთ იერარქიას. ჩვენი სამყაროს ქმნილების ეგრეგორი, მეგაგალაქტიკური ეგრეგორები, ჩვენი გალაქტიკის ეგრეგორი, მზის სისტემის ეგრეგორი, დედამიწის ეგრეგორი. ეგრეგორების თვისობრივი დაყოფა შეგვიძლია სამ მთავარ ჯგუფად: სისტემური ეგრეგორები, პარაზიტული ეგრეგორები და სისტემურ-პარაზიტული ეგრეგორები. პირველი, სისტემური ეგრეგორები. ეგრეგორები, რომლებიც სამყაროს საერთო ეგრეგორს ექვემდებარებიან და რეზონანსში მოდიან მის კანონებთან. ქრისტეს იმპულსი დედამიწაზე სწორედ ამ კანონის შემოტანის მცდელობა იყო. ჩვენთვის უახლოესი მსგავსი ეგრეგორებია დედამიწის ეგრეგორი და მზის სისტემის ეგრეგორი. ასევე მზის სისტემაში შემავალი სხვა დიდი პლანეტარული ეგრეგორების ნაწილი, რომლებსაც ჩვენ ნაკლებად ვიცნობთ. მეორე, პარაზიტული ეგრეგორები. ეგრეგორები, რომლებიც ევოლუციის საერთო გზას გადაუხვიეს და სამყაროს, მზის სისტემის და დედამიწის ჰარმონიული სისტემის წინააღმდეგ მიდიან. ასევე ის ეგრეგორები, რომლებიც თავიდანვე პარაზიტული და დესტრუქციული მიზნებით შეიქმნენ. ამ ეგრეგორებისთვის დამახასიათებელია ის, რომ იღებენ მეც, ვიდრე გასცემენ. და თუ გასცემენ, მხოლოდ იმისთვის, რომ მეტი მიიღონ. ეს დაახლოებით ბანკის კრედიტს გავს. მესამე, სისტემურ-პარაზიტული ეგრეგორები. თავად სახელი გვაჩვენებს, რომ ეს ეგრეგორები ორივე ზემოთ ჩამოთვლილი ეგრეგორის თვისებებს მოიცავენ. მაგრამ აქ უნდა დავაკონკრეტოთ. არიან ეგრეგორები, რომლებიც ამჟამად თავიანთი ბუნებით მეტნაკლებად პარაზიტულნი არიან, მაგრამ ევოლუციას განიცდიან და მათში სისტემურობის